კიდევ ერთი შეხვედრა ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებთან შედგა. ვანო მერაბიშვილი მათ საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. კომპანიის უმთავრეს ამოცანას პრემიერის თქმით ფერმერების მიერ მოწვეული მოსავლის უკრაინაში ექსპორტი, ხოლო უკრაინიდან ევროპაში რეექსპორტს წარმოადგენს. საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანია ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისგან პროდუქციის ჩაბარებას, ახარისხებას, დაფასვებას და საზღვარგარეთ უსაფრთხო ტრანსპორტირებას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი დროის 50% მე დაუთმობ ამ სახელმწიფო კომპანიის მართვას. რა ითვალისწინებს, რა მისია ექნება, რა ფუნქცია ექნება ამ კომპანიას. დღემდე იყო ასე. ცალკე აღებული ინდივიდუალური მეწარმე აგროვებდა ამ ტვირთს და მიქონდა გასაყიდად უკრაინაში, აზერბაიჯანში. ჩვენი ამოცანა არ არის ჩავანაცვლოთ ის ბიზნესმენები, ვინც დაკავებული იყო ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა ა. დავეხმაროთ ამ ექსპორტიორებს გატანაში და ბ. გლეხებს დავეხმაროთ, რომ მისი თვითით ჩავიბაროთ და პროდუქცია საქართველოსთან გავიდეს. სახელმწიფოს აქვს თანხები იმისათვის, რომ აგებული იქნას ინფრასტრუქტურა, სადაც მოხდება ჩაბარება. შეძენილი იქნას სატრანსპორტო საშუალებები, ეს არის კონტეინერები თუ მანქანები, რათა მაღალ დონეზე, მაღალი ხარისხით დაფასოვდეს, გადაიზიდოს და რეალიზაცია მოხდეს ქართული პროდუქციის. ამ ტვირთს ჩვენ დაბალ ფასებში ჩავიტანთ ჩვენ უკრაინაში. უკრაინის ბაზარი ყველას მოგესმით არის ძალიან დიდი. ჩვენ ვაპირებთ გურიაში 2 ადგილას, მერიაში და ნატანებში გავაკეთოთ ჩასაბარებელი პუნქტები. ეს ეხება ხურმაკარალიოკს, ხურმაკარალიოკი, ციტრუსი და მომავალში კივით შეიძლება გატარდეს. კივით შევიძინეთ ყველა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანად უსაფრთხოდ შეიფუთოს, დაფასოვდეს და იაფადა სწრაფად გადაიზიდოს ეს ტვირთი, ჭარბი ტვირთი უკრაინაში. როგორც კი გლეხს ეცოდინება, რომ რამდენიც არ უნდა მოიყვანოს მან ესათვის პროდუქცია. ის გაყიდის იმ ფასად, რომ ხარჯსაც გაწევს და მოგებასაც დაიტოვებს, ეს იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის, არა მარტო გაურმაგების, გაოთხმაგების და გაათმაგების. ჩვენ მოვეხმარებით როგორც გადამზიდავს, ასევე გლეხს. ეს საქართველოს მასშტაბით დიდი ქსელია. გურიაში იქნება 2 წერტილი, სადაც იქნება ამის ჩაბარება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეგვიძლია მე-3 და მე-4-ს დავუმატოთ. აქ არის ბატონო ვანო ძირითადი საწყობები მითითებული, სადაც იქნება მთელი ქვეყნის საწყობი გვექნება ჩაქში. ჩაქშიც გვექნება ბათუმში და დანარჩენ ადგილებში, რაც შეეხება ნატანებს, მერიას, ხელვაჩაურს, თედას ბევრი ადგილებია, სადაც გავაკეთებთ მობილურ ჩამბარებელ პუნქტებს. ანუ არსებული პავილიონები, სადაც მიშვეული არის გლეხი დღეს ვიტანას პროდუქციის ჩაბარებას, გავაკეთებთ დასახარისხებელ პუნქტებს, ანუ ხაზები დადგება, შეიკრება საბოლოოდ ესეთი ინფრასტრუქტურაც გვექნება, რომ პალეტებად შეიკრას, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს ტვირთის გარანტირებულ ხარისხს უკვე სარეალიზაციო ადგილზე. ჩვენ სახელმწიფო უზრუნველყოფთ, რომ გლეხმა ჩააბაროს ამ ორგანიზაციას, ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას იმ ფასებში, რომელიც მისთვის არის მომგებიანი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გლეხმა უნდა მიიღოს იმაზე უფრო მეტი მოგება და შემოსავალი, ვიდრე მას აქვს ხარჯი. და მას უნდა იცოდეს, რომ მას აქვს გარანტირებული მოგება. როგორც კი გლეხი 2-3 წელიწად იქნება დარწმუნებული, რომ რამდენიც არ მოიყვანა, ეს გაყიდა და მოგება მიიღო, მერწმუნეთ, რომ მას ექნება ინტერესი, რომ უფრო მეტი გააშენოს, უფრო მეტი მოიყვანოს. ეს არის მთავარი პირობა და ეს თუ არ მოგვარდა, აი რაც არ უნდა დაეხმარო გლეხს, მიწაც რომ ისე, კრედიტიც მისცე, თუ ვერ გაასაღა, რა აზრი აქვს? ჩემ თავარია არსებობდეს ბაზარი და კონდეს გარანტირებული გაყიდვა. დღემდე ასე იყო, რომ დღეს ერთმანეთს უწევით კონკურენციას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთმანეთის გაერთიანება, რომ ჩვენი ბაზარი შევინარჩუნოთ. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ გამოვდივართ ამ ინიციატივით.